მიზანია რომ გავხდე UFC-ს ჩემპიონი. Declaring your winner by rear naked choke, Andrei Kartsiwadze. Declaring your winner by arm triangle, Andrei Kartsiwadze. Declaring your winner, Andrei Kartsiwadze. 14 წლის ანდრეი ქარცივაძე რომ UFC-ს ჩემპიონობისთვის ყველაფერს აკეთებს, ამას ეს პატარა ვიდეოც მოწმობს. ყველაფერი ბათუმში 8 წლის ასაკში ჭიდაობით დაიწყო. შემდეგ იყო კარატე და საქართველოს ჩემპიონობა. MMA-ით კი 2 წლის წინ დაინტერესდა. გიორგი ალიბეგაშვილი ის ადამიანია, ვინც ანდრეი ქარცივაძეს სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით შეეყვარა და დღემდე დისტანციურ რეჟიმში ახერხებს მისთვის სასარგებლო რჩევების მიცემას. დისტანციურად იმიტომ, რომ 14 წლის ქართველმა ბათუმიდან კლუბ მგლებიდან ინგლისში გადაინაცვლა, იმისთვის რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. ინგლისამდე იყო რამდენიმე ქვეყანა და რთული გზა, თუმცა რაც მთავარია, ახლა ის ინგლისშია, მანჩესტერთან ახლოს და თავის კლუბს გასულ 1 წელში ზედიზედ 3 გამარჯვებაც მოუტანა. გაიმარჯვა ჭიდაობაშიც, ემზადება კიკბოქსინგში ჩემპიონობისთვის და MMA-ის გამრისთვის. როგორც მიხვდით, ანდრეი თავდაუზოგავად შრომობს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. რა გზას გადის მიზნისკენ და როგორ ეხმარებიან ილია და მერაბით აღფრთოვანებული ინგლისელები მომავალ ჩემპიონს ამაზე თავად ანდრეიმ ისაუბრა. ჩემი პირველი სპორტი იყო ჭიდაობა, კლასიკურ ჭიდაობაში დავდიოდი, სადღაც 8 წლის რო ვიყავი, მაშინ შევედი. 9 წლამდე კლასიკურ ჭიდაობდი რა. შემდეგ გადავედი კარატეში. კარატე მე უფრო მომეწონა, უფრო კარატე სტილი მომეწონა და კარატეში ვიჩხუბე. კარატეში საქართველოს ჩემპიონი გავხდი და შემდეგ ვცადე MMA, მამა ჩემო მითხრა MMA ცადეო და თუ მოგეწონებაო ვარჯიშეო MMA-შიცო. ვცადე MMA და ვიფიქრე რომ დარტყმა რადგან იყო და ჭიდაობაც იყო, ყველაფერი ერთად იყო, მაგიტო ვცადე MMA და მომეწონა, ძალიან კარგი იყო და მაგიტო კარატედან შევცვალე MMA-ში და შემდეგ MMA-ში დავრჩი. გადმოვედი გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში და ჩამოვედი ინგლისში. ინგლისში იმიტომ ჩამოვედი, რომ უფრო აქ განვითარებულია სპორტი და უფრო ბევრ შეიძლება მიაღწიო. და მაგიტო ინგლისში ჩამოვედი ვარჯიშის გამო და აქაც ძალიან კარგი ვარჯიშებია და ვცდილობ რომ UFC-ში მოვხდე. ჩემი საყვარელი მოჩხუბარია ილია თოფურია და მერადვალიშვილიც, მაგრამ უფრო მეტად ილია თოფურია, იმიტომ რომ ბოქსინგში ძალიან კარგია და მომწონს ბოქსინგი რა. მე უფრო კარგი ჭიდაობაში ვარ, მაგრამ ბოქსინგსაც ვცდილობ რომ უფრო კარგად შევძლო და ვიჩხუბო. აქ რაც განმოვედი სამჯერ ვიჩხუბე და მე მგონი კარგად ვიჩხუბე. სამჯერ მოვიგე, სამჯერ მახრჩობელათი მოვიგე. შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა. მე პირველად გიორგი ალიბეგაშვილთან დავიწყე MMA-ში ჩხუბი და ძალიან მომეწონა. თან თვითონაც ისე ძალიან კარგად ხსნიდა, რომ მომეწონა რა. თვითონ ბათუმში ვარჯიშობდი პირველად მგლებში. შემდეგ გადმოვედი აქ CBMMA-ში. აქაც ძალიან კარგი მასწავლებლები არიან, ძალიან მომწონს. მაგრამ პირველი მაინც გიორგი ალიბეგაშვილმა მომცა იმის მუღამი და შეიძლება რომ ასე ძალიან კარგად მეჩხუბა. შემდეგ აქ რო გადმოვედი, დღეში 2 ჯერ ვარჯიშობ, კვირაში ვარჯიშობ 6 დღეს. ყოველ დღე ვარჯიშობ, შაბათს ვარჯიშობ, დილას 9 საათზე მივდივარ, პირველზე 2-ზე მოვდივარ რა. და კიდევ როდესაც სკოლა არ მქონდა, ბიჭებს უთხარი აქ თვითონ ინგლისელებს და შევძელი რომ დილასაც ჩავანიშნია ვარჯიშები და დილასაც ვარჯიშობდით ბიჭები, შემდეგ დავრბოდით და მერე საღამოს კიდევ ვარჯიშობდით. ამის შეძლება მომცეს რომ ყველაფერი გამეკეთებინა. ძალიან კარგი ხალხი არიან, ყველაფერში მეხმარებიან. თავიდან რო გადმოვედი, ქართველი რო გაიგეს რომ ქართველი ვიყავი, მაგრამ მოეწონა. თან მერადვალიშვილი და ილია თოფურია ძალიან მოსწონთ აქ ჩემ გუნდელებს და ძალიან ყველაფერში მეხმარებიან, რაც შეუძლიათ ყველაფერში შემიდგანა. ეს 3 მედალი თვითონ MMA-ს რაც მოვიგე, ესა ჭიდაობის, ეს კარატის პირველი ადგილი და ჭიდაობის ადმინდელი. CBMMA-ის სახელით გავდივარ აქ ვარჯიშობ CBMMA-ში და BMF-ში გავდივარ თვითონ კლუბს სადაც ვჩხუბობ, BMF-ი ქვია რა. სხვათა შორის ამბობენ რომ
საუკეთესო კლუბია თვითონ ინგლისში BMF-ი. ძალიან კარგი კლუბია, თან ფინანსურადაც კარგად არიან და ძალიან ლამაზი რინგი აქვს, ყველაფერი ძალიან განვითარებულია. და ძალიან კარგი ხარისხი აქვს რა, ყველაფერი. კონკრეტულად მანჩესტერთან ახლოს ბანსლეიში ვარ. თვითონ ინგლისის ჩემპიონატებია და მე შემდეგ 3-4 ჩხუბის მერე შეგიძლია ქამარი აიღო და შემდეგ IMF-ზე შეგიძლია გადახვიდე მსოფლიოზე. ერთი ვიჩხუბე 6 თვის წინ, შემდეგ 4 თვის წინ და 2 თვეს ვაკეთებდი პაუზას და ვჩხუბობდი. საქართველოში როგორცაა მაგალითად რომ ერთ ტურნირზე 3ჯერ ჩხუბობ, მასე აქ არ არის. აქ ერთ ტურნირზე ერთთან უნდა იჩხუბო და 2 თვის შემდეგ კიდევ შეგიძლია ვიღაცას ეჩხუბო. ეხლა კიკბოქსში გავდივარ 2 თვეში 2 ნოემბერს გავდივარ კიკბოქსში და კიდევ MMA-ისთვის, ქამარისთვის უკვე მემზადები რა, ქამარზე მინდა ჩხუბი. სხვადასხვა გერმანიაშიც ვიყავი და საფრანგეთშიც და მე ვფიქრობ აქ ინგლისში უფრო შედარებით კარგი ვარჯიშები აქვთ რა. და მაგიტო უფრო ვფიქრობ რომ აქ დავრჩები. თან ძალიან დიდი ქალაქია და სპეციალურად იმისთვისაა რომ UFC-ში ადვილად მოხვდები. აქ შერეული ორთაბრძოლები რო არის, მაგრამ მაგიტო უფრო კიკბოქსაც ვჩხუბობ და ჭიდაობასაც და MMA-საც რა, სამივეს რო გამოცდილება მივიღო კიკბოქსში და ჭიდაობაში. ძალიან მინდა რომ UFC-ში ვიჩხუბო, როგორც მერაბდვალიშვილი და ილია თოფურია. მაგი მაქვს მიზანი, მაგიტო ჩამოვედი აქ თვითონ ინგლისში. დარწმუნებული ვარ, ანრი ასეთი შრომით აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს. მისი შესაძლებლობების უკეთ აღსაქმელად კი გიტოვებთ ანრის ინგლისში ჩატარებული ბრძოლის ეპიზოდებს. რა თქმა უნდა დაიმახსოვრეთ ანრი ქარცივაძე. აქვე, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ტახტი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები. Riley Bolton, the Panda MMA prospect, fighting out of the blue corner. He's in the black t-shirt, white trim, black shorts, white trim with green. And Henri Carterazzi. And I just murdered that name. Oh, the Craig Burke MMA man. Top position. Yeah, so yeah, by lifting his hips, he's actually giving his opponent a chance to escape. He needs to sink down. Yeah, so he's off now. He needs to get his hips as low to the floor as possible. And he got a tap. There was a tap. The tap just before the bell, I thought. Not the most, textbook, but hey, it worked. Yeah, it doesn't need to come from the book as long as it gets the job done. And there's the tap. Just trying to figure out their range and distance, gets the clinch. Oh, great throw. Yeah, just snapped him down. That's whipped it round. Yeah, the Georgian side of Kartsaridze showing there with that lovely underhook throw. And you're allowed to knee to the body. Yeah, they're free shots. Cooley. Yeah, Cooley decides I want in, but has he given him... changes up to the single. Kartsaridze on that power underhook, but he's given up the lift. Oh, great balance. Yeah, again, the takedown defense at the moment on display is phenomenal. And he's just out-muscled him here. That underhook, the wizard. But just not going to be denied. Oh, it's a fantastic roll through from Kartsaridze. But Cooley's just not going to quit on this takedown attempt. He's going to struggle against that underhook, though, and Kartsaridze trying to hit the go-behind. Yeah, it swings it down and on the back. Is he on the neck? He's got one hook in. I can't see the left one, the right one, sorry. Oh, he's putting on a squeeze. Oh, there. And again, Cooley. I mean, there's the tap. But again, Joseph Cooley did everything in his power to avoid that tap. Oh, yeah. Great work from Henri to get it. But Cooley, tough as old shoes, man. He did not want to tap to that. Yeah, Kartsaridze was forced to be on the defensive there, but he showed he's got offensive and defensive grappling skills. And then as soon as he saw a little chink in the armor there, and he got that arm around the neck, that was all she wrote. I want Cooley to keep his chin up, man. That was an entertaining performance.
Good work from Henry Karturidze. Mr. Sefcon, make it official. Ladies and gentlemen, after 1 minute, 21 seconds of the second round, your referee, Mr. Simon Stadnitsky, calls a stop to the fight, declaring your winner by rear naked choke, Andrei Karziwadze. Please show your appreciation for Joseph Cooley.